კონსტიტუციის პრინციპების დამღვა, პოლიტიკურ პარტიას და კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები დამტკიცებულია და თითქმის მზად არის საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტიც. სოფო ბერიძე მოგლობა უფრო მეტს. სარჩელი, რომლითაც ქართული ოცნება მალე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, როგორც დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იქნება არგუმენტებით გამყარებული და სამართლებრივად გამართული. ეს გზა მმართველმა პარტიამ დემოკრატიისა და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის აირჩია, რადგან ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ დემოკრატიაში არ არის დემოკრატიის მტერი პოლიტიკოსებისა და პარტიების ადგილი და რომ მსგავსი ეპოქა უნდა დაასრულდეს ჩვენს ქვეყანაშიც. ასეთებს შორის ნომერ პირველი ქართული ოცნებისთვის ნაციონალური მოძრაობა, თუმცა არა მხოლოდ ის. სწორედ როდესაც უკვე მზად იქნება სარჩელი, ყველა პარტიის ვინაობა მაშინ გვეცოდინება იმ პარტიების, რომლის აკრძალვაც ხელისუფლებას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია. ჩვენთვის თავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღ დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. პარალელურად უკვე ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში გუშინ შესული ცვლილებები. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა, იცით რომ ეს ცვლილება ერხებათ კონკრეტულ ინდივიდებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებული პარტიის წევრები, იდეოლოგები ან უბრალოდ მასთან აფილირებულები არიან და სწორედ ახალი რეგულაციები, რომელსაც ეს ცვლილებები ითვალისწინებს, გავრცელდება მათზე. შესაბამისად, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტულ პარტიას გამოაცხადებს აკრძალულად და ამ პარტიის რომელიმე წევრი კვლავ შეეცდება პარტიულ საქმიანობას, უკვე ამის შემდეგ მათზე გავრცელდება აღნიშნული კანონი. კანონი ითვალისწინებს, რომ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებული პარტიის წევრებს, იდეოლოგებს, მასთან აფილირებულებს შეეზღუდოთ პოლიტიკური საქმიანობა, უმაღლესი თანამდებობების დაკავება ჩვენს ქვეყანაში.